ყველა ეს მდინარე არის დატვირთული ჰიდროელექტროსადგურებით, აბსოლუტურად ყველა. შესაბამისად, ჩვენ ახლა მდინარეების ხარჯი, რაც წყალი ჩამოდის მდინარეებში და რამდენი გვაქვს ეს ხარჯი ზოგადად, ამას ყველაფერს დათვლა უნდა, ყველაფერს უნდა ანალიზის გაკეთება, ესე მარტივი ეს არ არის და ჩვენ სამწუხაროდ ჯერ კიდე არა გვაქვს წყალმზომები, როგორც ასეთი, ჩამონადენის გამზომები, ჩვენ დონეებს ვზომავთ მდინარეებში, მაგრამ არ ვზომავთ რეალურ ჩამონადენს, რამდენია ჩამონადენი, ის არ არის გაკეთებული და ამაზე ეხლა მიდის სამუშაოები, რომ იქნებ გავაკეთოთ. ყველა მდინარეს ცალკე უნდა ქონდეს, ანალოგიის მეთოდით არ უნდა ვიაროთ. ყველა მდინარე უნდა იყოს Excel-ში, სისტემურ მონიტორინგში ჩართული და მე რამდენიც ვიცი, გაეროს პროგრამები ზუსტად მაგ მიმართულებით მიდიან, რომ ეს ყველაფერი სისტემაში ჩაჯდეს და რაღაცნაირად გავსახოთ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, მაგრამ ამას დაჭირდება სპეციალისტები, ჭირდება ამას ჭირდება ბევრი რეგულაცია, ამას ჭირდება რაც ნაკლებობა გვაქვს ცხადი, ამას ჭირდება შესაბამისი აპარატურა, ამას ჭირდება უფრო მეტი ახალგაზრდა, რომელიც იქნება ჩართული ამ პროცესში, რომ ისწავლოს ეს ყველაფერი, იმიტომ ჩვენ სამწუხაროდ ჰიდროტექნიკოსები, ჰიდროლოგები, ძალიან ცოტა ყავს ესეთი ხალხი, სპეციალიზაციის მატარებლები და მე იწყება, რომ ზღაპრებს ყვებით ზოგ შემთხვევაში, რომ ესე არ არის, სპეციალისტების ნაკლებობა გვაქვს ნამდვილად. ჰიდროინჟინრები გვჭირდება ძალიან ბევრი, ახლა ის გრიგოლეთის სამტრედიის ხიდის ჩანგრევა, მაგალითად, არასწორი გათვლების შედეგი იყო და ჰიდროინჟინრების არ ჩართვა იყო პრობლემა. არავინ არ მიაქცია ყურადღება, რომ იქ სხვანაირად უნდა დათვლილიყო რაღაცეები და უცებ არ უნდა აღმოგვეჩინა, რომ თურმე მდინარე არის ქვემოთ. ხიდის ქვემოთ და ამიტომ არის ეს პრობლემატური თემები რა, ესე მარტივი ნამდვილად არ არის და